არჩევნებში დამარცხების მიუხედავად ვაკის რაიონის გამგებელი რაიონის კეთილმოწყობის პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბაჩო დოლიძე დღეს ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობაში შეხვდა. მან ადგილობრივებს უბნის გამწვანების და სარეკრეაციო ადგილების მოწყობის ერთ-ერთი პროექტი გააცნო. ამ პროექტის მიხედვით ყიფშიძის ქუჩაზე გაშენდება სკვერი საბავშვო ატრაქციონითა და დასასვენებელი ადგილებით. ბაჩო დოლიძის განცხადებით არჩევნებში დამარცხების მიუხედავად ის დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ სულ 2 დღის წინ წავაგე არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ სამუშაო ისევ აქტიურად უნდა გაგრძელდეს ვაკის რაიონში. დღეს ვარ გამოსული, პრეზენტაციას ვაკეთებ და სამუშაოები დავიწყე ყიფშიძის ერთ-ერთ სკვერში, რომელიც მართლა ძალიან თანამედროვედ კეთდება. აქედან გამომდინარე, ერთი ვიცი რამე, რომ სანამ მთლიანად სტაგნაცია მოხდება ყველაფრის, ვჩქარობ, რაც შეიძლება მალე დავასრულო ის პროექტები, რომელიც დაწყებული მაქვს. რაც კეთილდღეობა იქნება, როგორ არ მომწონს, როგორ შეიძლება რომ ვინმეს არ მოწონდეს ეს. ჩვენ გვქონდა მოწყობილი ძალიან კარგი ეზო იყო, მაგრამ თავისი ჭავლი მოჭამა უკვე 2000 წელს იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და ძალიან სასიხარულო აღდგენა ხდება ახლა. ეს ყველაფერი ბაჩო დოლიძის ხელმძღვანელობით არის და დიდ მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქვის.